სი ძინპინის შემდეგ მეორე კაცი ჩინეთში უეცრად გაუჩინარდა. საუბარია უმაღლეს გენერალზე ჟანგ იოუსიაზე. შემდეგ მოყვა 7-კაციანი ცენტრალური სამხედრო კომიტეტიდან კიდევ 4 კაცის გაუჩინარება. იოუსიასთან ერთად დააკავეს გენერალი ლიუ ჯენლიც, რომელიც არმიის ოპერატიულ მართვას და ტაივანში შეჭრის სტრატეგიულ გეგმებს ხელმძღვანელობდა. ეს დაკავებები განსაკუთრებით საინტერესო იმის გამოა, რომ სი და იოსუია ძველი მეგობრები იყვნენ. მათი მამები ჯერ კიდევ მაო ძედუნის ეპოქაში მხარდამხარ იბრძოდნენ. პოზიციიდან გათავისუფლების ტალღამ შეიარაღებული ძალების თითქმის ყველაფრთა მოიცვა, მათ შორის საზღვაო ფლოტი და სარაკეტო ძალები. გაძევებულ საკვანძო ფიგურებს შორის არიან მიაო ჰუა, პოლიტიკური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი, ვანგ ჰოუბინი, სარაკეტო ძალების სარდალი და ვანგ ჩუნინგი, შეიარაღებული პოლიციის მეთაური. ცენტრალურ სამხედრო კომიტეტში 7-ის ნაცვლად მხოლოდ 2 კაცი, თავად სი და გენერალი ჰე ვეიდუნი დარჩა. გენერლების წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებები საზოგადოებისთვის ოფიციალურად არ გახმაურებულა და შესაძლოა არც არასდროს გახდეს ცნობილი და სანამ მათზე გამოძიებაა დაწყებული, ფაქტობრივად ციხეში არიან. ოფიციალურად პეკინი ამ პროცესს არმიის თვითგაწმენდას უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სამხედრო ძლიერების შესანარჩუნებლად, თუმცა არსებობს 3 სხვადასხვა ვერსიაც. ბირთვული შპიონაჟი. Wall Street ჟურნალის ცნობით, ჟანგ იოუსიას ბრალად ედება ბირთვული საიდუმლოების ამერიკისთვის გადაცემა. კორუფციის გამო ჩინეთის უახლესი რაკეტები უსარგებლო აღმოჩნდა. მათში საწვავის ნაცვლად წყალი ესხა და გამშვები შახტების სახურავები საერთოდ არ იღებოდა. China has purged several generals. Beijing says they were corrupt. სი ძინპინსაც ჩაუთვლია, რომ ჟანგმა ეს ინფორმაციები ამერიკლებს განზრახ გაუმხილა. ტაივანის 2027 წლის გეგმა. A top US admiral says signs suggest China is sticking to its ambitions to be ready to invade Taiwan by 2027. ჩინეთის არმიის 100 წლის იუბილესთვის სი ძინპინს ტაივანის საკითხის საბოლოოდ გადაჭრას სურს. წმენდა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა პეკინი ტაივანზე ზეწოლას აძლიერებს და კუნძულს ტოტალური შეტევით დაპყრობით ემუქრება. სიმ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია. დაახლახანს ოფიცრებს აიგრძალათ ყოველგვარი არაკონტროლირებადი კომუნიკაცია, ხოლო ნებისმიერი კავშირი ბიზნესთან ან უცხოურ ორგანიზაციასთან კაცრად ისჯება. ამ არეულობით სარგებლობას ამერიკა აქტიურად ცდილობს. China, 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 China. 12 თებერვალს CIA-მ გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა ჩინელი ოფიცრებისთვის, სადაც მათ აგენტებად გადმობირებას ცდილობენ. თავის დროზე CIA-ის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჩინეთის მიმართულება, გააორმაგეს ბიუჯეტი და შეიქმნა სპეციალური ჩინეთის მისიის ცენტრი. ვაშინგტონის გასვლა მარტივია. დათესოს ეჭვი, რომ სიმ საკუთარ გენერლებში მხოლოდ პოტენციური აგენტები დაინახოს. Xi Jinping has a paranoid personality. He thinks the CIA black hand. CIA-ს ხელი ჩანს ყველაფრის უკან. ჰონკონგის არეულობიდან დაწყებული ტიბეტის საკითხით დამთავრებული.